ჩვენ ახლა ძველი ქალაქის ცოტა უფრო ანუ ისეთ ქუჩებს უნდა გავუყვეთ, სადაც ტურისტები არ ხვდებიან თითქმის, არც მოლოცველები და რასაკვირველია ქართულ კვალს მივყვებით და ეხლა პირდაპირ შეგვიძლია შემოვატიროთ კამერა. აი ეს ვიდეო. ესე იგი სად მოვედით ახლა ჩვენ? ეხლა ჩვენ სად მოვედით? ნახე პირველი. ესე იგი ეს არის საიდანაგია და რა ვერსია აღარ არსებობს ამ სიტყვის წაკითხვის მონასტერში, სადაც არის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც აქ გაჩნდა, მაგრამ თავი რა არის ამ მონასტერი, აი ამ ტერიტორიის, რომ მონასტერი არის აგებული ღვთისმშობლის ბებიის სახლის ადგილას. აქ არის სრულად განსხვავებული ხატი შიგნით, რომელიც ჩვენ წინა ფილმებში ნანახი გაქვთ. ჩვენ ადრე ეს მონასტერი დაგაცვალიერებინეთ და პლუს თავი თემა მეორე რაც გვაქვს აქ, რომ ესეც ქართული მონასტერი იყო, დედათა მონასტერი, მისი წინამძღვრის გვარის სახელიც კი ვიცით ერთ-ერთი პერიოდის, რომ იყო ხარიტინა ანჩაფიშვილი, მაგრამ ქუჩა უკან შეაბრუნე კამერა. უკან იქით საიდანაც მოვედით. ახლა საოცარი სილამაზის ქუჩაა ამ თაღებით. ძალიან პოეტური, ძალიან ვიწრო და ეხლა აი უნდა გავყვეთ სასწრაფოდ გზა, სანამ დაღამდება გიო და ამ ქუჩაზე კიდე ერთ ქართულ მონასტერს ნახავთ, რომელზეც ქართველი მეცნიერები ზოგიერთები ამბობდნენ, რომ თურმე ქართული არ არისო. ამ დროს იერუსალიმში ყველამ ძალიან კარგად იცის და ამბობენ, რომ არაც და წყაროებიც გვაქვს, რომ არა თუ ქართულია, არამედ აქ კიდე განვირჩევა ხოლმე ერთი თემა ძველ ქალაქში. აბა ნახე რა წერია? არა, ეფიმიოს, ხო? ევთიმესი, ესეც ქართული მონასტერია. და ეხლა მივდივართ ეკატერინეს მოსაძებნად. მოდი. ანუ სანტა კატარინას ეძახიან აქ. და სანტა კატარინა უნდა ვიპოვოთ ჩვენ თვითონ. ეხლა მოვიმარჯოთ ჩვენ სპეციალური რუკა გვაქვს. واعلم أن الكل لا بد لاحقين ძველი იერუსალიმში არის ერთი მონასტერი, რომლის პოვნაც თითქმის შეუძლებელია. ჩვენ უკვე გიამბეთ, რომ ძველი იერუსალიმში მიმავლული დაფარული მონასტრებია, თუმცა ამ მონასტერს შეიძლება უჩინარი მონასტერიც კი უწოდოთ, იმდენად ძნელია მისი პოვნა, თითქოს არც არსებობდეს. ტერიტორია ძალიან ვრცელია, დიდი გალავანია, კრავს თაღოვანი და ეს ეკატერინეს მონასტერი გახლავთ, რომელიც ციციშვილებსა და მაჩაბლებს აუგიათ. არსებობს ვარაუდი, ოღონდ ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან ცნობები ძალიან მწირია ეკატერინეს მონასტერზე, რომ შესაძლებელია ეკატერინეს ეს მონასტერი სინას მთის ეკატერინეს მონასტერთან იყოს რაიმე კავშირში, რადგან სინას მთაზეც ქართველები აქტიურად მოღვაწეობდნენ და იყვნენ სინასთვის მაშენებლებით. შესაბამისად, ეს ვარაუდის დონეზეა აზრი გამოთქმული, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო გარკვეული სავანე გამოძახილი სინას მთის ეკატერინეს მონასტრისა. ქტიტორების ვინაობას მაჩაბლებისა და ციციშვილებისა ტიმოთე გაბაშვილი გვეუბნება, თუმცა მთავარი მაინც რაც ამ მონასტერს უკავშირდება არის ის, რომ თანამდებობით ვიცით, რომ მონასტერი აშენებულია ქართველების მიერ. იერუსალიმში ამ თემას ყოველთვის ყოფენ ხოლმე მაშენებელი ხარ მონასტრის თუ მფლობელი, რადგან ხშირ შემთხვევაში
მფლობელები, მაშენებლები არ არიან. ეკატერინეს მონასტერი ჯერ არ მახსოვს გახსნილი იერუსალიმში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ახლა ჭიშკარში და რისი ნახვაც შესაძლებელია ის დავათვალიეროთ. ეკატერინეს მონასტერი თავისი ზომებით საკმაოდ მოზრდილი ეკლესიაა. საკმაოდ განსხვავებული და ლამაზი. ის პატარა რომ არ არის, გარედანაც ჩანს. ტერიტორიაც საკმაოდ ვრცელი აქვს და ჩვენ ახლა ვეცდებით ეკატერინეს მონასტრის ეკლესია და ტერიტორია დაგათვალიერებინოთ. ჩვენ ახლა ეკატერინეს მონასტრის ტერიტორიაზე ვართ. მონასტრის ტერიტორია გაყოფილია კიდევ რამოდენიმე ნაწილად, იმიტომ რომ ეკლესიის ნახევარი აშკარად სხვა ეზოშია მოქცეული, რადგან გალავანი ყოფს. როგორც ხედავთ, აქაც საყოფაცხოვრებო გარემოა სენაკებში, ძველ სენაკებში და რა ვიცი, მონასტრის ტერიტორიებზე, როგორც ყველგან, აქაც ოჯახები ცხოვრობენ. და ალბათ ძნელი წარმოსადგენია დღეს უკვე როგორი იყო აქ ქართული მონასტრის ცხოვრება. თუმცა ის რომ მონასტერი განსაკუთრებული იყო, მისი არქიტექტურა მეტყველებს. საკმაოდ ლამაზი ქვით არის ნაგები, აი ხედავთ კედელსაც კი არის ძალიან მონუმენტური, დიდი ფანჯრებით, შენობა თავისთავად ძალიან დიდია. წინ შესასვლელში კოლონები აქვს, უზარმაზარი კარი, რაც დაახლოებით იმაზე მეტყველებს, რომ ეს კარი ალბათ ესე საზეიმოდ ფართოდ როგორ იღებოდა წირვების დროს. აქაც მონასტრის ტერიტორია, სენაკები და თაღები, რომელიც არის უკვე ამოშენებული, გადაკეთებული, ხოლო ეს ქართული საუნჯია. რაღაცნაირად განსაკუთრებულ სევდას ეკატერინეს მონასტერში იწვევს ერთი პატარა დეტალი, რომელიც შეიძლება სულაც არ არის ქართველების დანატოვარი, მაგრამ რაღაც სიმბოლოდ მაინც რჩება. კარის თავზე ვაზია გამოსახული.